სადაზღვევო პაკეტები ძვირდება, ტარიფები უკვე დაკორექტირებულია, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები გაძვირების ტრენდის გაგრძელებას 2025-ის მიმდინარეობის ესაც არ გამორიცხავენ. არდის საოპერაციო დირექტორი გვიხსნის, რომ მათ შემთხვევაში ძირითადი წნეხი უფრო მეტად ავტოდაზღვევაზე მოდიოდა, სადაც პაკეტები 15-20%-ით გაძვირდა, თუმცა სამედიცინო სერვისებზე ფასების ზრდის გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაზღვევაზე არსებული ფასების გადახედვაც მოხდა. პროცესებიდან დაკვირვებიდან გამომდინარე უკვე 25 წელს შევაფასებთ, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ალბათ წელსაც დაახლოებით 8-10% იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების ღირებულების ზრდის კოეფიციენტი. უფრო მეტად შეეხო ფასების ზრდა ავტო დაზღვევის ნაწილს, აქ დაახლოებით არდის შემთხვევაში 15-20%-ით გაძვირდა, ესეც გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ინფლაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ავტომობილების ნაწილები გაძვირდა, სამუშაოები გაძვირდა, შეღებვის და ასე შემდეგ, შედარებით უფრო რთული იყო 20-24 წელი ავტოდაზღვევის ნაწილში, გვაქვს 15-20%-იანი ზრდა. წლიდან წლამდე სადაზღვევო სერვისები რომ ძვირდება, ეს ბაზრისთვის ახალი არ არის. PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ყველა ტიპის დაზღვევაზე ტარიფები საშუალოდ ყოველ წელს 10-18%-ით ძვირდება. სოფო ლებანიძე გვიხსნის, რომ გარდა ინფლაციური პროცესებისა დადგენილი ტარიფების კორექტირებაზე გავლენა სერვისების გაზრდილ მოხმარებას აქვს, რომელსაც დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა ვერ აბალანსებს. ვერ ვზრდით ისე მომგებიანობას სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის დღეს საქართველოში ის მასშტაბი მოცული გნებავთ იურიდიული პირების, გნებავთ სუბიექტების, ანუ ინდივიდების, რომლებიც სარგებლობენ სადაზღვევო პრემიით. ესე საშუალო მაჩვენებლები, აი ესეთი კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიდან წლამდე დაზღვევა ძვირდება 10-დან 17-18%-მდე. ეს ამ შემთხვევაში, მაგრამ შემდეგ უკვე ეკონომიკაში რა ტენდენციები გვექნება ჩვენ და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკონომისტებს არ აქვთ კარგი პროგნოზები, აი მერე ეს ფაქტორები როგორი იქონიებს გავლენას და როგორი იქნება შემდეგ გაძვირების ტენდენცია, ამას მერე რა თქმა უნდა დავაკვირდით. დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მონაცემებით ამ დროისთვის სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს, ხოლო დაზღვეული რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია. დაზღვევის კავშირში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაზღვევის ტარიფებზე გავლენა DRG-ის დაფინანსების სისტემის ამოქმედებასაც ჰქონდა, რამაც ბაზარზე ტურბულენტური გარემო შექმნა და ბიზნეს დადგენილი ტარიფების კორექტირებისკენ უბიძგა. DRG-ის ნაწილში, საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში, კლინიკების შემოსავლების მოდი ესე ვთქვათ, ოპტიმიზირებამ გამოიწვია სხვა დანარჩენი წყაროების გადახედვა. ეს გადახედვა მოხდია კლების ნაწილში, არა ზრდის ნაწილში. პრაქტიკულად იგივე პაკეტები გაძვირდა 13-15%. აღნიშნული იმითაც იყო გამოწვეული, მეც რაც თავში ვახსენე, რომ ძალიან მინიმალური მოგებები ჰქონდათ სადაზღვევოებათაც დაგეგმეს ცოტა უფრო დიდი მოგება და შესაბამისად გაითვალისწინეს რა კლინიკების ახალი რეალიები და ახალი განფასებები. სადაზღვევო ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე მხოლოდ 2024 წლის 9 თვის სტატისტიკა იძებნება, რომლის მიხედვითაც ამ პერიოდში სადაზღვევო კომპანიებმა 253 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს მხოლოდ 1,8 ჯერ აჭარბებს. გასულ 2023-თან შედარებით კი ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა მხოლოდ 25,000-ია გაზრდილი. სადაზღვევო პაკეტების გაძვირებასთან დაკავშირებით კითხვით მივმართეთ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურსაც, თუმცა მათი მხრიდან პასუხი კითხვებზე ამ დრომდე არ მიგვიღია.